ჟამორინელი. სცენაზეა პოეტი და მწერალი ბატონი გია ჯიჭონაია. მოგესალმებით ბატონო მინისტრო, მოგესალმებით ჯგუფის საზოგადოება. ამ ულამაზესი ფერიას შემდეგ ძნელია ჩემთვის გამოსვლა, მაგრამ მოვიკრიბ ძალებს და ეს ორ სიტყვას ვიტყვი. სასიამოვნოა ეს ტრადიცია, შარშანაც ჰქონდა საშუალება მიგვემართა აქედან დადიანების სასახლის კარიბჭიდან ახალგაზრდებისთვის შეძახილით, მური შეძახილით, მეგობრული შეძახილით. დღესაც იგივეს გავიმეორებთ. უშუბზია ჩვენ ძმებს. გამარჯობათ. აფხაზებო, ჩვენო ძმებო. ასე მიგვემართოს ერთმანეთისთვის. იმედია დადგება ის დრო და ასე შევხვდებით ერთმანეთს აფხაზები და ჩვენ ყოველ დილით. არა ბატონო მინისტრო. მე მეტი სხვა რა საქმე მაქვს, ბატონო ლაშა, ლექსებისთვის დამიძახეთ და ლექსები უნდა წავიკითხო და თქვენ შემოგებოთ ჩემი თავი. ზოგი მეგრული, ზოგი ქართულიო და რა მნიშვნელობა აქვს, ქართული მეგრული რა მნიშვნელობა აქვს. მოდით ჩვენ დავიწყოთ ღომით, ღუმუშო ხვამერი ქვია რა. ღომი გვიყვარს ყველას, ხო ასეა. ღუმუშო ხვამერი ქვია, ესე იგი იონა მეუნარკიას უწერია სამარგალო დავით დადიანის ბორჯის, სამეგრელო დავით დადიანის დროს, რომ სიმინდი მე-16 საუკუნის დასასრულს და მე-17 საუკუნის დასასრულში შემოვიდა ამერიკიდან რუმინეთის გავლით სამეგრელოში. მანამდე მეგრელები მიერთებდნენ ღომის. ღუმუშ. იახაბაინ სიმრედო მეგრელებს ჩვენს წინაპრებს ქონდათ ელიობა ხვამა. ამ დღეს აცხობდნენ კვარებს, ასობდნენ ჯვარს და ლოცულობდნენ რომ ბრელ ღუმ კომუჩითია. ღუმუშო ხვამერ. ელიობა სიფხვამე, ტაბაკ დობდ გეხვამერ. ფორონთ მარგალ შემიარკა, მაქ ღუმ ვანდანერ, გუდურე დო გოჯურე, ზოდელა დო კაბეთ,